დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 29 სექტემბერია, ორშაბათი, ეთერში ერთსულოვნების დილა, კახა მიქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, ორშაბათია, განახლდა სამუშაო კვირა, განახლდა ჩვენი გადაცემაც, იმისთვის რომ მომდევნო იმ დროის განმავლობაში, რომელიც ჩვენთვის გაკვეთილია, საინტერესო ინფორმაცია მოვისმინოთ, სასიამოვნო განეწყოთ და ცხადია ყველას ნაყოფიერ კვირას გისურვებთ. ახლა მოვისმინოთ საეკლესიო კალენდარი და წმინდანები, რომელსაც დღეს საქართველოს ეკლესია იხსენებს, პატივს მიაგებს და შემდგომ უკვე გადაცემის ანონსს წარმოგიდგენთ. 29 სექტემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა დიდმოწამე ეფემია ყოვლათქებულს, წმინდა მოწამე ძმებს ისააკს და იოსებს, კარნუ ქალაქში წამებულებს, წმინდა მოწამე სევასტიანეს, წმინდა მოწამე მელიტინის, წმინდა მოწამეებს ვიქტორის და სოსთენის, ღირს დოროთეს, ეგვიპტელ მეუდაბნოეს, წმინდა მოწამე ლუდმილას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. და ანონსის დროა, ახლა, იმისთვის რომ ჩვენს ძვირფას მაყურებელ სმენელს წარუდგინოთ, თუ რაზე გვექნება საუბარი, ვინ იქნებიან ჩვენი სტუმარი და რას მოისმენთ და ნახავთ დღევანდელი ბილის ეთერში, დრო და მისი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში, დროის გააზრება, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და საჭირო სწორედ ამ თემაზე იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, შემოგვიერთდება ანჩისყადის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაშიძე. გადაცემის მეორე ნაწილშიც ძალიან საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ, კახა, როგორ განსხვავდება ჯანსაღი ფსიქოლოგიური ცნობიერება ზედმეტი ფსიქოლოგიზაციისაგან და რა არის გამოსავალი, როგორ მოვახერხოთ ზომიერების დაცვა. თემაზე სასაუბროთ, რა თქმა უნდა, შემოგვიერთდება ფსიქოლოგი ქალბატონი ლელა ტყეშელაშვილი. გალერეა ოპიზარში ოპერის მომღერლის თამარ ხალვაშის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ავტორმა თექის ნამუშევრები წარმოადგინა და ჩვენ გადაცემის დასკვით ნაწილში ვნახავთ ამ გამოფენის ძალიან საინტერესო ამსახველ სიუჟეტს და უფრო მეტ შევიტყობთ ავტორის და ხელოვანის შესახებ. ასეთი გადაცემა გელოდებოდ წინ, ხოლო როგორი ამინდი გველოდება საშემოდგომო უკვე ათრად საშემოდგომო ამას ამინდის ჯერჯერობით დარია, მაგრამ წინვას გვირდებიან რამდენიმე დღე, მოკლედ ამინდის პროგნოზი მოვისმენთ.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა ვინც გიყურებთ, გვისმენთ ბედნიერ დღეს გისურვებთ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჭიძე. დილამშვიდობისა მამა არჩილ, დაგუოცეთ და მადლობა სტუმრობისათვის. დადგა დრო ვისაუბროთ დროზე. ესოდენ მნიშვნელოვანი თემაა დრო, თუმცა ეკლესიური სწავლებით ჩვენ ვიცით რომ ღმერთთან დრო არ არსებობს. ღმერთთან ყველაფერი მარადიულია. რისთვის მოგვეცა ჩვენ ადამიანებს დრო და როგორ უნდა დავაფასოთ დრო და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეალობაში, ჩვენ ცხოვრებაში დროის სწორად განსაზღვრას. დრო ძალიან რთული ცნებაა, რომელზეც ალბათ გაჩენის დღიდან ფიქრობს კაცობრიობა და ძალიან ბევრი ადამიანი. რა არის ეს დრო? ქრისტიანთათვის დრო ეს არის ორი რეალობა არსებობს ქრისტიანისთვის. ეს არის ღმერთის რეალობა, რომელიც არ ნიშნავს უბრალოდ მარადისობას, როგორც უსასრულო დროს. ეს ნიშნავს დროის მიღმაყოფნას, ესეთი რთულად და ფილოსოფიური კატეგორიებით ასახსნელი საკითხია ალბათ და არსებობს დრო, რომელიც ჩვენთვის არის, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ და რომელშიც ჩვენ ცვლილებას ვექვემდებარებით, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი არსებობა ყველაზე მოკლედ ასე შეგვიძლია განვმარტოთ, რომ რამდენად იცვლება ადამიანი დროსა და სივრცეში, ისე იცვლება იგი. ისეთი ხდება იგი. ამიტომაც ზოგიერთი განმარტებელი ამბობს, რომ დრო არის ყველაზე პირველი ქმნილება. იმიტომ რომ როდესაც ღმერთი იწყებს რაღაცის შექმნას, ხილული თუ უხილავი სამყაროსაც იმ წამიდან, იმ ყისიერი მომენტიდან ჩნდება სწორედ დრო, ანუ რაღაცის ათვლა, რომ რაღაცის წინა, რაღაცის მერეა და რაც თავარია ქრისტიანობისათვის დრო არ არის სპირალური, არ არის წრიული. ქრისტიანობისთვის დრო არის წრფე, რომელსაც აქვს თავის დასაწყისი, როდესაც ღმერთმა რაღაცა გააჩინა და რომელსაც იქნება რაღაცა დასასრული, თუმცა რომლის მერეც იქნება კიდევ ახალი დრო, რომელშიც იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. და მოლოდინით ცხოვრობს რეალურად ქრისტეს წმინდა ეკლესია. როგორი იქნება ის ახალი სამყარო. მთლიანად ბიბლია, მთლიანად ახალი აღთქმა სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი ბოლო ნაწილს თუ გადაშლის ნებისმიერი ჩვენგანი და ნახავს, აღმოაჩენს, რომ არის იქ სწორედ ესეთი სიტყვები, რომ მალე მოდი უფალო. ანუ ეს ეკლესიის მოლოდინი, რომ მოვიდეს ქრისტე და დადგეს ახალი დრო, სხვანაირი დრო, იმიტომ რომ ეს დრო, რომელიც ჩვენ შევქმენით, ყოველთვის ახალისო არ არის ხოლმე. ახალი ცა და ახალი მიწა, როგორც წერია. კი. დროს როგორც წესი ჩვენ დღეებით, საათებით, თვეებით და წლებით ვზომავთ, ასე არის მამა და შესაბამისად ჩვენ არ ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, რომ ხვალინდელი დღე დადგება თუ არა და შევძლებთ თუ არა, რომ უკეთესნი ვიყოთ, ვიდრე ვთქვათ წინა დღეებში ვიყავით ხომ და ასევე თითქოს იგივე ახსარებას, სინანულს და ასე შემდეგ, ხვალისთვის გადავდებთ ხოლმე, რომ აი ხვალმივალ, შეიძლება დაღამდეს ის დღე და ისევ გავიმეოროთ, არა მოდი ხვალმივალ. რეალურად არსებობს თუ არა სინანულისთვის დრო? რა თქმა უნდა. რა არის იცით, ყველაფერს აქვს ალბათ რამოდენიმე როგორ ვთქვათ, რამოდენიმე კატეგორია, რა კუთხიდან შეხედავ რაღაცას, ამის მიხედვით შეიძლება გაირკვეს ხოლმე რაღაცის სწორი შინაარსი. ჩვენ გვსმენია ორი ძალიან გავრცელებული გამოთქმა, ხო? ერთი რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მეორე ის რომ დრო ყველაფრის კურნალია. რეალურად ორივე არის ერთის მხრივ რაღაც დოზით მართალი, და მეორე მხრივ რამდენადაც მართალი, იმდენად ტყუილი. იმიტომ რომ თუ ადამიანი თვითონ არაფერს არ აკეთებს და ცვლილებას არ ახორციელებს, დრო უბრალოდ ის რომ დღე დაღამდა, დღე გათენდა, არაფერი არ მოხდება. და თუ ვიტყვით იმას, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, თუ რაღაცას არ მოამზადებ, თავისით აი ხო პირობითად მიწა არ დავხნათ, არ დავთესოთ, ხეები არ გავსხლათ, არ მოვრწყოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მოვა გაზაფხული და ამოვა ყანა და იმ ყანაზე ჯერ არაფერი დაგითესია. უბრალოდ შენ უნდა გააკეთო რაღაცა საქმე, რომელსაც მართლა აქვს მერე უკვე თავისი დრო, როდესაც შედეგს მოიტანს. და უბრალოდ შედეგი ავტომატურად არ დადგება.
ანალოგიურად აი მინდა გავიხსენო, რომ ესეთია თავად ბიბლიის ხედვაც. რომ უბრალოდ დროის ცვლილება არაფერს არ გამოიწვევს, თუ ადამიანი თვითონ არ იწყებს თავის შინაგან ცვლილებას და თავის თავში როგორც დიდ სამყაროში, იმიტომ რომ ქრისტიანული თვალსაზრისით ყველა სხვა დამოკიდებულებით ადამიანი არის მიკროსამყარო, ანუ პატარა სამყარო დიდ სამყაროში, მაკროსამყაროში. ქრისტიანობა ადამიანს უფრო დიდად თვლის ვიდრე დანარჩენ სამყაროს. ქრისტიანობისათვის ადამიანი როგორც ღირებულება, ადამიანი როგორც მოცულობა თითოეული ჩვენგანი არის უფრო დიდი ვიდრე ჩვენი გარე სამყარო. აი ეს ძალიან უცნაური რამაა და ძალიან ვრცლად და ასეთი დაკვირვებით განსახილველი თემაა ქრისტიანობაში და აი ძველად თქმაში იყო ესეთი წესი, რომ ვინმე რომ გაუწმინდურდებოდა, ანუ რაღაცას შეეხებოდა იქ სიბინძურეს, მიცვალებულს და ასე შემდეგ, მეორე დილამდეო, ანუ ერთი ღამე უნდა გასულიყო, დაღამებულიყო, გათენებულიყო და ადამიანი წმინდად ჩაითვლებოდა. იყო იქ სხვა წესებიც იყო განწმენდის, მაგრამ ეს იყო საკმაოდ გავრცელებული რამ. და ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ როგორ შეიძლებაო ადამიანის გაწმენდა ადამიანისათვის თქვათ რაღაც ცოდვილი მდგომარეობის მიტევება დავაკავშიროთ მხოლოდ ციური სხეულების მოძრაობას, რომ რაღაც მზე ჩავიდა, მზე ამოვიდა და საღამოზე არიყავი წმინდა და დილით გახდი სუფთა. ეს იყო მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის პერიოდში მართლაც ფიზიკურად ასე ამით საზღვრავდნენ ადამიანი, რამდენად უკვე მისაღები ხდებოდა და სოციუმისათვის კონტაქტური ხდებოდა, ამის მიუხედავად წმინდა მამა ამბობს იმას, რომ აქ იგულისხმებოდაო წინასწარმეტყველურად ის არაბუნებრივი მზის ჩასვლა და ამოსვლა, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის დროს მოხდა. როდესაც მზე დაბნელდა, ანუ ჩავიდა ისე, როგორც მისი წესი არ იყო, მზე დაიმალა და დაღამდა შუა დღისას და მერე ისევ ამოვიდა. ანუ აქ იგულისხმებოდაო წინასწარმეტყველურად იმისი წინასწარი ხსოვნა, მოდი ესეთი უყურმართი ტერმინი ვიხმაროთ, რომ ერთ დღეს მოვიდოდა ის, ვინც აი ამ მზის არაბუნებრივი დროის ცვლილებით ადამიანებს მოუტანდა უკვე მათი მდგომარეობის ცვლილებას. ამიტომაც აი აქაც ვხედავთ, რომ არა მაცხოვრის მსხვერპლი ჩვენი გამოხსნა ვერ მოხდებოდა, მაგრამ ერთია მაცხოვარმა რა გააკეთა ჩვენთვის და მეორე რას ვაკეთებთ ჩვენ მისთვის და შესაბამისად ჩვენივე თავისთვის. და სინანულის დრო არის თუ არა, რომ მკითხულობთ, ხო სინანულის დრო და სინანული რაღა არის? სინანული ცოცხასიათზე ყოფნა ხომ არ არის? სინანული არის საკუთარი არასრულყოფილების განცდა, შესაბამისად მუშაობა რაღაცის გაუმჯობესებაზე, რაღაცის მომატებაზე, რაღაცის მოკლებაზე. და ამ კუთხით დიდი წყალობა როცა არსებობს დრო და კარგი რამახსენეთ თქვენ, რომ სინანული შეიძლება იყოს ცოცხალიც ყოფნა, ესე რომ ალეგორიულად ვთქვათ, სინანული არის პირდაპირ დრო, იმისა რომ შენ ეს რაღაცნაირად გამოასწორო. ჩვენ თუ შევხედავთ ეკლესიური პრიზმაში და ამ ჭრილში თუ განვიხილავთ სულიერ ცხოვრებას, აი ერთგვარად გავაგრძელოთ სოფლის შეკითხვას, რამდენად უნდა ცდილობდეს ადამიანი ქრისტიანი მორწმუნე ეკლესიური წესებით მაცხოვრებელი, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს დრო იმისა, რომ ყოველთვის განვითარდეს, რომ სინანული გამოხატოს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით არავინ დედამიწაზე სამყაროში ერთმა ყველა კარგად ამყოფოს, საერთოდ დაგვიღამდება თუ არა, მივახცევთ თუ არა საღამოს და გვახსოვს ცნობილი ფრაზა ხვალე მეზრუნოს ხვალისა. ერთხელ მახსენდება მისი უწმინდესობა ქადაგა თუ არ ვთქვი ერთ ადამიანზე, რომ მაგიდაზე დაიდოქო და დააწერა დღეს, რომ ხვალ არა, დღეს უნდა გააკეთო ყველაფერი. ჩვენ გვჩვევია, რომ აი მერე ვიზა, თქვენ ახსენეთ ერთგვარად თუ არსებობს ამის, რომ ყოველთვის, მაგრამ უნდა ესწრაფოდეს თუ არა ადამიანი ქრისტიანზე როგორც სულიერ ცხოვრებაში, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა წუთი და წამი და ეს გაიაზროს, რომ ეს არის დიდი წყალობა, რომ ამის დრო გვეძლება ჩვენ. რა თქმა უნდა, ცნობილი ქართული სიმღერისა არ იყოს რა წამსაც დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არის და ზოგადად ამ წუთი სოფელსაც წუთი სოფელს უწოდებთ ქართველები, რაშიც თავისი დიდი ფართო აზრი დევს. ზოგი მორალურად იტყვის ხოლმე, რომ ერთი წუთი როგორ არ უნდა გაძლო წესიერად და პატიოსნად, ზოგი როგორ. და ნამდვილად დრო არის ის ჩვენთვის, რომელიც დაუბრუნებელი რამაა, რომელიც მუდმივად ხელიდან გვეცლება. ზოგი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დროში ვარსებობთ,
ჩვენ თითქოს დროში არც ვართ, დროს ვერ ვიხელთებთ, იმიტომ რომ წარსული არის ის, თუნდაც 2 წუთის წინანდელი წარსული. ფაქტობრივად აწყოც არ არსებობს. აი უკვე წარსულია წეგანდელი. წარსული ხო, რომელსაც ვახსენებთ, ის უკვე წავიდა, აწმყო ხელში ვერ იჭერ გაგირბის და მომავალი ჯერ არ დამდგარა და ამიტომაც საერთოდ არ არსებობს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ეს ჩვენ გვწამს ასე, რომ ჩვენ გვაქვს ერთი ცხოვრება, ერთხელ ვიბადებით. არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერათ, რომ შეიძლება რამოდენიმეჯერ დაიბადონ, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ერთხელ და განუმეორებლად გვეძლევა სიცოცხლე ღვთისაგან. ამიტომაც ეს სიცოცხლის მოცულობა, სიცოცხლის განმავლობაში, რასაც აკეთებს ადამიანი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ყოველი დღე შენთვის იყოს რაღაც თვალსაზრისით ერთი და განუმეორებელი. და სწორად აი ამ ლოგიკიდან, ამ თვალთახედვიდან გამომდინარე ადამიანი ცდილობდეს მშვიდობიანად დაახარისხოს ღირებულებები. რომ ძალიან წარმავალს არ მოახმაროს ეს ყველაფერი. აი ესეთი ცნობილი, ესეთი ლოგიკა არსებობს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთებთ, საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავაჯგუფოთ ორ ნაწილად, რომ ან არის მარადიულის სამსახურში, მარადიულის ლოგიკით გაკეთებული, ან ძალიან დროებითი. და თუ ადამიანი ირჩევს აი ამ მარადიულ ლოგიკას, იგი რა თქმა უნდა ბევრს შრომობს, ბევრს იღლება, ბევრ რაღაცაზე სულ სხვა პასუხისგებლობით მოქმედებს, მაგრამ თუ იგი ირჩევს დროებით, იგი კარგავს აუცილებლად ორივეს, იმიტომ რომ ერთზე თავისი ნებით თქვა უარი მარადიულზე და დროებითი იმისი დროებითია, რომ ერთ დღეს დაემშვიდობება კარგი იქნება თუ ცუდი იქნება, უკვე აღარ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ის მარადიულიც აი ამ საფეხურებისგან, ამ ბევრი პატარა დროებითისგან შედგება და ბევრი, ანუ ჩვენ რეალურად სწორედ დროში უკავშირდებით მარადიულობას. როგორც უფალმა ბრძანა თავისი ამ ქვეყნიური ყოფნისას, რომ სასუფეველი თქვენ შორის არის. სასუფეველი რა არის? სასუფეველი მარადისობაა, სასუფეველი საღვთო კანონებია, რომლებიც არ იცვლება. და უცებ ჩვენ თუ სასუფევლის თანაზიარნი ვხდებით, აქ დროებითში ჩვენ უკვე უკავშირდებით მარადილს, ჩვენ უკვე უკავშირდებით უცვლელს. და ალბათ ის ძველი ფილოსოფოსების გამონათქვამიც, რომ ჩვენ ვიცვლებით იმისათვის, რომ არ შევიცვალოთ, ამ ხრივ არის ძალიან საინტერესო, რომ რაღაცები არის დროებითი, აი წეგან კახამ ამინდი ახსენა, აგვიცივდა ვთქვათ, რაღაცა ჩავიცვით, მერე დათბება ვთქვათ, რაღაცა უფრო შალიფად შევიმოსებით, მაგრამ ეს არ გვცვლის ჩვენ. ანუ არის ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა, რაც დროებითია და უნდა იყოს დროებითი. დროებითი რო არ იყოს, ვერც მარადილს ვერ დაუკავშირდებოდით, მაგრამ ის ადგილი არ უნდა დავაკავებინოთ დროებიც, რომელიც მხოლოდ მარადილს და მხოლოდ ყოლად აღმატებულს ეკუთვნის. თითქოს ერთ სივრცეში ვცხოვრობთ, ერთ გარემოში ვცხოვრობთ, ერთ დროში. და აი რატომ არის ხოლმე მამარჩილ, რომ ვიღაცისთვის თქვათ დრო თითქოს უფრო მეტად აჩქარებულია და ვიღაცისთვის უფრო შენელებული. გაგოგია ალბათ, რომ ერთმანეთს როდესაც ვესაუბრებით, რომ დრო ძალიან აჩქარდა. თქვათ და ან დრო ძალიან გაიწელა და ასე შემდეგ. აი რატომ ხდება ასე როგორ ფიქრობთ? აღარ გადის დაიწუწო. კი. ხო, ალბათ გააჩნია მიზნებს, გააჩნია ამოცანებს. როდესაც ადამიანმა არ იცის რისთვის უნდა იცხოვროს. აი მახსენდება ერთი ადამიანი, რომლის მაგალითიც ჩემთვის წლებია უკვე ძალიან დიდი ხანია ეს ჩემი მე მგონი ბავშვობის დროინდელი ეს არის მოგონება. რომელმაც თქვა, რომ აი საქმე რო არაფერი არ მაქვს და აღმოჩნდა რომ საქმე იშვიათად აქვს. დარეცხილ ჭურჭელს გამოვალაგებ, ხელახლა დავრეცხავ და დავამშრალებ და უკან შევინახავ. და ეს ჩემთვის იყო იმდენად ისეთი ელდა ერთგვარი, რომ აი მთელი ცხოვრება მომყვება უკვე რამდენიმე 10 წლეულია. რომ როგორ შეიძლება ადამიანს არ კონდეს საქმე. ამიტომაც დროს ჩვენ ვავსებთ, დროს ჩვენს ვქმნით. ვიღაცას არაფრისთვის არ ყოფნის დრო, ვიღაცისთვის დრო ძალიან იწელება. ისიც ვიცით, რომ ღმერთმა შეიძლება ვინმეს დრო რაღაცნაირად სასწაულებრივად გაუხანგრძლივოს. დროს შეიძლება კონდეს თავისი რაღაცა თვისებები, პავლე მოციქული გვაფრთხილებს, ხომ? გამოიფრდიდით ჟამთა. ანუ გამოიკვლიეთ რანაირი დროა, იმიტომ რომ რაღაცა დღეები არიანო ბოროტი და შეიძლება იმ პერიოდში სულ სხვა წესით მოიქცეს ადამიანი, რაღაცა თავის სურვილებით, თავისი თითქოს და გეგმებით ცოტათი დააკორექტიროს, რომ უბრალოდ არ არის ამისი დრო, არ არის ამისი ადგილი, არ არის ამისი რაღაც გარემოებები. იგივე
მასხოვრის მოსვლა ეს იყო რა აღსასრულსა დღეთასა უკანასკნელ ჟამს ანუ თავისი ლოგიკა აქვს იმას რომ ეს იყო ისეთი ჟამი დამდგარი რომლის იქითაც უკვე ღმერთმა აღარ გადადო ჩვენი გამოხსნა და თქვა რომ აი ახლა ამისი დრო ახლა არის ადამიანი ერთის მხრივ ყველაზე დასუსტებული და მეორეს მხრივ ყველაზე ალბათ მზად იმისათვის რომ ეს ყველაფერი მიიღოს. მამარჯილ, აი გუშინდელ სახარებაში, საკვირაო სახარებაში ტალანტებზე იყო საუბარი, როცა ურიგებს უფალი ტალანტებს და მე შემდგომ ვინც ეს ტალანტი გაამრავლა, აქებს და ვინც არ გაამრავლა, იმას ძალიან შერისხავს. ჩვენ ვამბობთ რომ ერთგვარად დიდი წყალობაა, როცა გვეძლება ჩვენ დრო იმის საშუალებით რომ გამოსწორდეთ უკეთესი ვიყოთ, მოიმუშაკოთ იგივე ტალანტები ჩვენი სულიერი გავამრავლოთ. შეიძლება თუ არა რომ ჩვენ მოგვითხოვოს პასუხი და ერთგვარად ღვთისმშობლობაში დანაშაულად ჩაგვითხოვოს უკმად გატარებული დრო. აი იმ კონტექსტში რომ აღარ ვიცი იმდენი დრო მაქვს და აღარ გადის ეს დრო და არაფერს არ ვაკეთებ ეხლას გადავიდე თითქოს იმიტომ გავჩვით რომ მას ვიმაჭამე და ახლა როდის გავაჟდე რომ გავიდე და მოგეკითხება თუ არა ეს რომ ჩვენ ეს არ გამოვიყენებთ. კი. ყველაზე დიდი ალბათ რაც გვაქვს მოცემული ესაა სწორედ დრო. აი მართლაც დაუბრუნებელი რესურსი. ისეთი რაღაცა, რასაც ხარჯავთ, რასაც ვერ ვაჩერებთ და ამიტომ კიდევ უფრო მეტად ესეთი პრაქტიკული უნდა იყოს ადამიანი და უნდა ფიქრობდეს, რას დაახარჯებს ამ დროს. სხვაშორის ახლა გამახსენდა არ ვიცი, როდეს მე ვნახავ თუ არა და ვიშოვი თუ არა ამ წიგნს რაღაცა დროის წინ მე მგონი 1-2 წლის წინ მოკლე სტატიას გადავაწყდი, სადაც საუბარი იყო ერთ ქალბატონზე, რომელიც იყო მოწყალების და რომელიც 70-იანი წლების ამერიკაში მუშაობდა მოხუცების, მძიმე ავადმყოფების და ამ შემდეგ მოსავლელ საერთო სივრცეებში. და რაღაც პერიოდში როგორც ჩანს ესეთი გონიერდა დაკვირვებული ქალბატონი იყო და დაიწყო ჩანაწერების გაკეთება. სიცოცხლის ბოლოს ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი, ანუ ყველანაირი ცუდად მყოფი ადამიანის მოსავლელი სივრცეების მედდა იყო მოწყალების და ეს ქალბატონი და დაიწყო ჩანიშნა რას ნანობენ ყველაზე მეტად ადამიანები. და იყო ერთი, ძირითადი სამი, აი ესეთი ყველა ამ სამი რაღაცის გარშემო ტრიალებდა. ერთი რატო არ ვიყავი უფრო გაბედული, მაგალითად, კონკრეტული ამ ცხოვრებაში, რომ მაგალითად მინდოდა გამოსულიყავი პირობითად ინჟინერი და დედას დაუჯერე და გამოვედი მუსიკოსი, ან პირიქით რაღაცა ესეთი. ანუ რატომ არ ვცადე გამეკეთებინა რაღაცა მე თვითონ. კიდევ ერთი ეს იყო რატომ ვიმუშავე ამდენი აი რაში მჭირდებოდა რა დარჩა ჩემი ნამუში თან ხო ვერ წავიღებ ამას ხო ეს სიზარმაცისკენ მოწოდება და არ გაიგოს ვინმე უბრალოდ ხშირად არის რომ ადამიანი შრომობს მაგრამ იმ ნაშრომსაც აიღებს და როგორ გამოიყენებს და რისთვის შრომობს მართლა ესაა საკითხავი თორემ ყველა ვიცით რომ ქრისტიანის ცხოვრება სწორედ სახლის საკუთარი სულიერის სახლის ზეცაში აშენებაა და ამისათვის ქრისტიანი ყველაფერს აკეთებს და მართლა მუხჩაუხრელად შრომობს და ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი ამ ძირითადი სამეულიდან იყო ის, რომ რატომ არ დავხარჯე უფრო მეტი დრო ჩემი ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან, ვისაც აქეთ ძალიან უყვარდი იმათთვის ამ სიყვარულის უკან დასაბრუნებლად და ანუ ადამიანურად დროის გასატარებლად რატომ არ დავიხარჯე უფრო მეტად. აი ეს სამი პუნქტი იყო ისეთი, რაც ყველას აერთიანებდა მდიდარს, შეძლებულს, ცოტა ახალგაზრდას, ცოტა მოხუცებულს და ალბათ ეს არც არასოდეს შეიცვლება სანამ ადამიანს რაღაც ადამიანი ერქმევა. ამ კუთხით შეიძლება ალბათ ვისაუბროთ იმაზე, რომ დღევანდელ დღეზე უნდა ორიენტირდეთ ალბათ უფრო მეტ წილად, ვიდრე ვთქვათ ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, მომავალზეც უნდა ვიფიქროთ, ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ არაზედმეტად აქაც ალბათ საჭირო არის, რომ ზღვარი იყოს დაცული. სიღრმე აქ ალბათ ყველაფერს დღევანდელ დღეს როცა ვამბობთ, ერთის მხრივ მაცხოვრის სიტყვები შეიძლება გაგვახსენდეს, ხომ? ყოველ დღეს ყოფნის თავისი სიბოროტე და ვაი იმ კაცს, ვინც დაუმატებს. ანუ ახალ პრობლემებს ნუ გააჩენთ ადამიანებო, მოგლეთ რომ ვთქვათ. ისედაც უამრავი რაღაცაა და ახალ რაღაც შარს ნუ ავიკიდებთ. და რაც არის იმ დღეს საქმე, იმ დღესთან უნდა იყო მართალი და მცირესაზე და მართალი იყავი და დიდსაზე და დაგადგენს უფალი. მაგრამ მეორე მხრივ ის უნდა გავიაზროთ, რომ დღევანდელი დღე არის ფაქტობრივად ლოგიკურად დღევანდელი დღე მომავლისათვის რასაც ჩვენ ლოგიკურ მომავალს უწოდებთ. წარსული კი არ არის, თავად არის მომავალი. იმიტომ რომ რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ, მშობელი ხვალის.
ის იქნება ხვალ. ხო, აწყო არის მშობელი ხვალინდელი დღის. ანუ ლოგიკურად ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მომავალში. და ჩვენ დღევანდელ დღეს და ჩვენ საქციელს, რასაც რაღაცას ჩავდივართ ხოლმე, რომ აი დღეს ამას გავაკეთებ და ხვალ, თქვათ, მე თვითონ დამავიწყდება ან სხვას დავიწყდება, უნდა ვიღაცას ეს თანდაყოლილი აქვს ეს თვისება, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ქრისტიანმა ესეთი თვისება განავითაროს თავის თავში, რომ ხვალინდელი დღიდან ისწავლოს დღევანდელი დღის დანახო. დღევანდელ დღეს აი ამ წუთსაც უყუროს ხვალიდან. დიახ. ანუ აი გუშინ რა გავაკეთეთ ჩვენ ხო შეგვიძლია ახლა დავსხდეთ და გავიხსენოთ აი გუშინ რა გავაკეთე იქ რა ვჭამე რა დავლიე როგორ მოვიქეცი რა დავალაგე თუ დაულაგებელი დავტოვებ თქვათ მაგრამ აი იგივენაირად ვუყუროთ დღევანდელ დღეს ხვალიდან ვუყუროთ დღევანდელ დღეს რომ ვიღაცას მოვიქეცი თუ არა თბილად მოვიკითხე თუ არა მოვასწარი თუ არა და ასე შემდეგ რომ წუთიდან განვიკითხებით რა დროსაც გარდავიცურებით აი ხვალიდან დანახული დღევანდელი დღე უკვე მე ვფიქრობ ბევრად უფრო პროდუქტიული და ბევრად უფრო გაფილტრული იქნება ოღონდ რა თქმა უნდა აქ ისევ და ისევ აუცილებელია ზნეობრივი ღირებულებები ორიენტირები რომელიც ადამიანს მისი წამსის მიხედვით შესაბამისად უყალიბდება ხო აი ნუ როგორ განვიკითხებით ინებოს ღმერთმა და მოწყალე იყოს თორე უცოდველი არავინ არა ვართ. თქვენ აი წერან რო ახსენეთ ქალბატონის ჩანაწერები ერთ-ერთი ხაზგასმული იყო რომ აი რაში მჭირდებოდა თუ რა ამდენი შრომა, ამდენი მუშაობა, ამდენი დროის ამ გადანაწილება. ამ დროში რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ნუ ვფიქრობ და ფუჭეთ არ დავყაროთ აქვს თუ არა ასევე ადგილი და თუ არა არის თუ არა საჭირო ერთგვარად აი დასვენების დროს. იგივე სულიერ ცხოვრებაში ხანდახან მოგვინდება ხოლმე. შეიძლება კარგია ეს რომ შეიძლება ხანდახან მდგომარეობა რომ ბევრი ავიღოთ ჩვენ თავის თქოს ამით რაღაცა რაც უფრო მეც ავიღეთ, უფრო მეტად წარდგებით მართან ქრისტიანაში, მაგრამ შეიძლება თუ შედეგები მოყვეს ამას და ისე დაიღალდო, ისე დაეცერ, დიდხანს დაგჭირეს წარმოდგომა. სულიერ ცხოვრება იქნება თუ ჩვეულებრივი ერული ცხოვრება საჭიროა თუ არა დასვენებისთვისაც დრო და ამ კუთხითაც არის თუ არა საჭირო ამ დროის გამოყენება. სიხარბე არაფერს არ უხდება. სიხარბე ნამდვილად ადამიანს სულიერი იქნება ეს სიხარბე თუ რაც იქნება აუცილებლად დააზიანებს. დასვენების კულტურა თავად ღმერთმა გვასწავლა. ჩვენ რომ კვირადღე გვაქვს და რაღაცა გვაქვს. ღმერთმა გვიჩვენა დასვენება ნიშნავს რა თქმა უნდა არა კეთილი საქმისგან დასვენებას, არამედ რაღაცა ეს ლოგიკურ ბიჯს, ნაბიჯს, რომელიც გაძლევს საშუალებას რომ გადახედო რაღაცა პერიოდს და დაგეგმო მომდევნო ანალოგიური პერიოდი და ალბათ ვინმეს დღეს რომ გამოეგონებინა დროის ასეთი ლოგიკით დაყოფა ნობელის პრემიას აუცილებლად მიცემდნენ და ან რაღაცა ძალიან მაღალ საკაცობრიო სახალხო ჯილდოს და ჩვენ ეს მოგვეცა თავიდანვე რომ რაღაცა პერიოდებად უნდა დაიყოს ჩვენი ცხოვრება და ეს ულუფებად უფრო მარტივია ხოლმე კარგის დანახვაც, ცუდის დანახვაც, გამოსწორებაც და ასე შემდეგ. და ეს სიხარბე რომელზეც თქვენი საუბრეთ რეალურად ეს აი ყველაფერს დავეტაკო, ყველაფერს ერთად შევეჭიდო, ეს ნამდვილად არ არის სწორი, იმიტომ რომ ისევ პავლე მოციქული გავიხსენოთ, ეს უძვირფასესი მოციქული და მასწავლებელი ეკლესიისა, რომელიც ბრძანებს ძალიან ღირს ახსოვარ სიტყვებს, რომ არცა რომელი რბინ არც არამედ რომელია წყალის ღმერთს ანუ ვიღაცა მთელ ამბავშია ფორიაქშია გვახსოვს იგივე სახარების სიტყვები ხომ მიდიან უფალთან და ეუბნებიან რომ ანუ იგაურად ამბობს ამას ღმერთი მოვლენო ჩემთანო და მეტყვიანო რომ განაშენით არ ვასწავლიდით შენით არ ვახდენდით სასწაულებს და მე ვეტყვი რომ არ გიცნობთ ანუ ვიღაცა აი მთელ ამ ფორიაქშია და ღმერთი აქვს დავიწყებული ანუ მისთვის სულიერი ცხოვრება თუ ქრისტიანული ცხოვრება თუ ადამიანური ცხოვრება იქცა მხოლოდ ფორმალობად ამ ხრივ ნებისმიერი ფარისეველი ალბათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხით იცხოვრებს თუ მოქმედებაში ანუ რა ლოგიკა დევს მოქმედებაში და იგივე რასაც თქვენც იხსენებდით რომ მაცხოვრის მიმართვა ორი უძვირფასესი ბრწყინვალე მენელსაცხებლი შემდგომში მენელსაცხებლედისადმი მანამდე ისეთი მეგობრებისადმი და როგორი პატივის ღირსნი არიან ეს დები მართა და მარიამი რომლებსაც უფალი მიმართავს ერთ-ერთს რომ მართა ზრუნავდა შფოთხარ მრავლისათვის ხოლო მარიამმა კეთილი ნაყოფი გამოირჩია თუმცა მართასაც იმ კუმში ძალიან კეთილი განზრახვა ჰქონდა კი არავითარ შემთხვევაში ანუ და ეს ყველას გვემართება ხოლმე ზოგჯერ შეიძლება მართლა ერთ ჭიქა წყალზე
ადამიანმა ისეთ ბრწყინვალე დრო გაატარო, რომ ვერანაირი სუფრა ვერ შეედაროს მას და გვახსოვს არაერთი ესეთი მაგალითი ჩვენი ძველი თაობის გამოჩენილი მოღვაწეებისა, რომლებსაც შეეძლოთ ხოლმე რომ მართლაც აი რაღაც ერთ ჩაიზე, ერთ კერძზე, ერთ ლობიოს ქვაბთან იმდენი მოესწროთ, რამდენსაც ვერანაირი შეხვედრები ვერ ჩაანაცვლებს. დროზე რადგან საუბრობთ, ჩვენ თქვენ განკუთვნილი დრო უნდა დავაფასოთ და ამიტომ მადლობა დროის დათმობისთვის. მადლობას გიხდით საინტერესო განმარტებისთვის. ჩვენ გვესვენალში შევახსენებთ ანჯის ხატის ყოველწლინა ღვთისმშობლის შოუის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხატიძე დროის მნიშვნელობაზე გვესაუბრებოდა. და ახლა დროა რომ ერთად აღვავინოთ უფლისადიდებელი ლოცვა და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად აგიბრუნდებით. დაგვიბრუნდებით. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისა და დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა
და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო გრძელდება ერთსულოვნების დილა და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენ ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. გალერეა ოპიზარში ოპერის მომღერლის თამარ ხალვაშის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ავტორმა ტექსტის ნამუშევრები წარმოადგინა და რა თქმა უნდა ამ გამოფენის შესახებ უფრო დეტალურად სიუჟეტის მეშვეობით შეიტყობთ. საოპერო ხელოვნების წარმატებულ კარიერასთან ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობ თამარ ხალვაშის ცხოვრებაში წლების წინ კიდევ ერთი საინტერესო გატაცება გაჩნდა. მიუხედავად ატვირთული რეჟიმისა ოპერის თეატრში, სპექტაკლების მერეც მოუსულ არ და თითქოს წყაროს წყალს რო დაეწაფები წყურვალი ისე მომდომებია და ერთ ამოსუნთქვაზე გამიკეთებია ერთი სურათი. ასე დაიწყო მისი შემოქმედებითად კიდევ უფრო დატვირთული ცხოვრება და უკვე წლები არად სათქმელსა და ემოციებს ხან მუსიკით, ხანაც კი ხელსაქმით გამოხატავს. ბავშვობიდან ჭხირკედელაუდი რაღაცას ჩემთვის ხატავდი, მაგრამ ძალიან დიდი დრო იყო გასული უკვე თბილისში რო გადმოვედი ოპერის თეატრში მოხდი ისეთ სახელოსნოში სადაც აკეთებდნენ თექას და ძალიან დამაინტერესა. ქალბატონმა გამომატანა სახლში პატარა თექა. გავაკეთე გამომივიდა მობილური ჩასადები პირველად ესეთი ძალიან აქტუალური იყო. ეს იყო 2011 წელი. რამდენიმე წელი საერთოდ უმოქმედოდ ვიყავი, მაგრამ აი რაღაცა არ მასვენებდა, შინაგანად ვერ ვისვენებდი, მიუხედავად იმისა, ჩემს ძალიან საყვარელ, უსაყვარლეს საქმეს ვემსახურები, რასაც საოპერო ხელოვნება ქვია და ერთ დღესაც რაღაცა მომიდა კეთება ისევ. და როგორც სიტყვიან, აი მუზა მომივიდა, ამოიფქვია და ამოიფქვია, ვეღარ გავჩერდი რა და მადლობა მისის უფალს. პეიზაჟები, პორტრეტები, რეალური თუ გამოგონილი პერსონაჟები. უკვე რამდენიმე წელია მის შემოქმედებით სახელოსნოში ასეთი ფერადი და ექსპრესიული ნამუშევრები იქმნება. ინსპირაცია ისევ სურათი იყო, რამაც აღმაფრთოვანა ფერთა გამა. ეს უკვე ჩემეული ფერებია, იქ სხვა ფერები იყო და ჰაეროვნება. მეც გამორჩეულად მომწონს. თუმცა ყოველი ნახატი ჩემთვის ჩემი ნაწილია. აი ეს სურათი მიყვარს კიდე ძალიან. ბიბლია უჭირავს ამ ქალბატონს, ეკლესიისკენ მიემართებიან ხალხიდან.
მიყვარს ყველა, მაგრამ აი ეს ჩიტი მომწონს კიდე. ხელოვანის პირველ პერსონალურ გამოფენას მხატვართა კავშირის გალერეა ოპიზარმა უმასპინძლა. ექსპოზიციაზე ავტორმა 55-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. საგამოფენო სივრცეში შეიკრიბნენ ხელოვანის შემოქმედების ნაცნობი თუ უცნობი მოყვარულები და კოლეგები, რომლებმაც ოპერის მომღერალი პირველად იხილეს განსხვავებულ შემოქმედებით ამპლუაში. არაერთი ნამუშევარი მაქვს მე თამარის ნანახი, თუმცა დღევანდელმა გამოფენამ კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან ბევრი ახალი იყო ჩემთვის, აღმოჩენა იყო. აღსანიშნავია გარდა მხატვრობისა თამარის არჩეულებრივი მუსიკოსია, ჩვენ კოლეგები ვართ ოპერის თეატრში, სადაც გავიცანით ერთმანეთთან და ვმეგობრდით. ვუსურვებ მას, რა თქმა უნდა, წინსვლას ამ სფეროშიც. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ დღეს შედგა ჩვენი მეგობრის, ძალიან ნიჭიერი ქალბატონის თამარ ხალვაშის ნამუშევრების გამოფენა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ პიროვნებებს, ვინც გვერდით დაუდგა და თამარს კი წინსვლა და წარმატებები მინდა ვუსურვო შემოქმედებით გზაზე. მართლა აღთოვანებული ვარ, იმიტომ რომ თექაზე ნამუშევარი, აი მე ვერ წარმოვიდგენე, ვერ დავიჯერე, რომ ეს იყო თექაზე ნამუშევარი და რატო? იმიტომ რომ აი რო შეხედავთ, არის აკრილის ნამუშევარი, აკრილით ნამუშევარი, აკვარელით, აი ფერებმა გამაგიჟა. და მხოლოდ ერთადერთი არის იქ აი ცხენი გოგონათი, რომ შეიძლება თქვა, რომ აი ესაა თექა. დანარჩენი ახლა შეიძლება ამაზე თქვათ, რომ თექის ნამუშევარი არის რაღაც საოცრებაა და ფანტასტიკური ფერებია. თამარ ხალვაშისთვის თექაზე მუშაობა განტვირთვასა და ჰარმონიასთან ასოცირდება. დატვირთული დღის შემდეგ სამუშაო მაგიდასთან ჯდებოდა და საყვარელ ფოტოსურათებზე გამოსახულ ფიგურებს თექის საშუალებით აცოცხლებდა. ასე შეიქმნა განსხვავებული, მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც გალერეა ოპიზარში ფართო დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა. არაჩვეულებრივი სიუჟეტი მოგვიმზადა ნამდვილად ნინგელაშვილმა და წარმატებები მინდა ვუსურვო ქალბატონ თამარს და დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრების ხივის საშუალება რომ მოგვეცა. როგორ განსხვავდება ჯანსაღი ფსიქოლოგიური ცნობიერება ზედმეტი ფსიქოლოგიზაციისგან, რა არის გამოსავალი, როგორ მოვახერხოთ ზომიერების დაცვა, აი ამ ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი ფსიქოლოგი ელა პეშელაშვილი, დილომშვიდობისა ქალბატონებმა და მადლობა სტუმრობისათვის. მე ვთქვი რომ ეს ბალანსის დაცვა განსხვავება, რაც ძალიან საჭიროა, გვჭირდება, შეიძლება გვაკლია აი ამაზე ვისაუბრებ, ცხადია თქვენი გამოცდილებით და ერთად როგორ განსხვავდება ჯანსაღი ფსიქოლოგიური ცნობიერება ზედმეტი ფსიქოლოგიზაციისგან? მოგესალმებით, ამ თემაზე საუბარი ჩემი აზრით უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ერთი მხრივ ძალიან მისასალმებელია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერება არის ამაღლებული, ადამიანებს აქვთ გაცილებით უფრო დიდი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, კომუნიკაციის წესების შესახებ, თვითრეგულაციის წესების შესახებ. გადასებული არის, ესე ვთქვათ, საკომუნიკაციო სივრცე, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, სულ გვიწევენ ხო, ფსიქოლოგები ვართ ესე წინა პლანზე და ადამიანები ამ ყველაფრით ინტერესდებიან, ეს არის მისასალმებელი და მე მადლობას ვუხდი ყველა პრაქტიკოს ფსიქოლოგს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა მათ მხრებზე გადადის და ისინი ახერხებენ, რომ ადამიანებს მოუტანონ სიმშვიდე და მოუტანონ კეთილდღეობა. მაგრამ დღეს უკვე მეც ვადევნებ თვალყურს, ძალიან ხშირად არის უკვე საუბარი იმის შესახებ, რომ ზედმეტად არის გაჯერებული ფსიქოლოგიური ინფორმაციით ჩვენი საკომუნიკაციო სივრცე და ზოგადად ადამიანები ინტერესდებიან არა მხოლოდ იმისათვის, რომ გადაჭრან თავიანთი პრობლემები, არამედ ეწევიან თვით დიაგნოსტირებას, ეწევიან რაღაცნაირად კლიშეების და იარლიკების მიწებება ხდება საკუთარი თავისადმი, ხდება თვით დიაგნოსტიკა და
ამას ყოველთვის არ აქვს დადებითი შედეგი. ამიტომ თუ ვინმე უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი, უნდა დავიწყოთ ისევ ჩვენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თუ ისე რაღაცა თავს ვაძლევთ ხოლმე უფლებას, რომ გავცეთ რჩევები, როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს ეს რჩევები, იმიტომ რომ რას ნიშნავს ფსიქოლოგიზაცია და უკვე ლაპარაკობენ, რომ საჭიროა დეფსიქოლოგიზაცია. ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ფსიქოლოგიური ფილტრის ქვეშ არ უნდა გავცხრილოთ ყველა ინფორმაცია. ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება, რაც ჩვენს ესე ვთქვათ ურთიერთობებში არის, რაც ჩვენს სამუშაო სივრცეში ან პირად ურთიერთობებშია, ყველაფრის ფსიქოლოგიური მიზეზით ახსნა არ არის სწორი. ზოგჯერ ელემენტარულ ამბავს გეტყვით, მარტო ესე ვთქვათ სოციალური პრობლემის მოგვარებით ან მატერიალური პრობლემის მოგვარებით შესაძლებელია მოიხსნას ესა თუ ის პრობლემა და მაინც და მაინც ის რომ ადამიანის ბრალი იყოს ან თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა რომ ეს გააკეთოს ეს ერთი ზედმეტი ტვირთია და მეორე არც შეესაბამება რეალობას ეს არის რეალობის შევიწროება ფოკუსის შევიწროება არის და ანუ მთლიანი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება პრობლემების განხილვა და ეს რაღაცნაირად იცით რა იწვევს სირცხვილის გრძნობას რომ ეს იგი მე არა ვარ ისეთი როგორიც უნდა ვიყო შეიძლება სიმპტომები მოისმინოს და იფიქროს რომ მეც იგივე ხომ არ მჭირს და ასე შემდეგ მაგრამ მეცით რა შემჩნევა კარგია მაგრამ ამას გაგრძელება უნდა გქონდეს ძალიან ხშირად ასეთ სიტუაციებში ადამიანები ჩერდებიან დიაგნოსტიკაზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობენ და ეს არ არის განვითარების საშუალება. ეს არის რაღაცნაირად აი დაფიქსირების საშუალება. თვითდიაგნოსტიკა ახსენეთ ქალბატონველა და ეს დაავადებებთან სხვა დაავადებებთან მიმართებაშიც ასე არის ხოლმე რომ საკმარისია ვთქვათ რამოდენიმე სიმპტომი დაემთხოს რომ აუცილებლად მიაჩნია ადამიანს თითქოს იგივე დაავადება შეიძლება მას სჭირდეს და სამწუხაროდ თვითმკურნალობასაც მიმართავენ ხოლმე რაც თავისთავად პირიქით შეიძლება დამაზიანებელი იყოს და შეიძლება ალბათ პარალელის გავავლოთ ამ ყველაფერთან ხო მიმართებაში იგივე ფსიქოლოგიური კუთხითაც და როგორ ფიქრობთ აი რა არის გამოსავალი და ზოგადად როგორ უნდა მოახერხოთ ის რომ თქვათ საზოგადოება არ იყოს თქვათ არც ზედმეტად გულგრილი, არც სკეპტიკურად განწყობილი და არც ზედმეტად სენსიტიური ამ ფსიქოლოგიური პრობლემებისადმი. ძალიან დიდი მადლობა. მე აი ამ საფრთხის შიშით მოვდიოდი მართალი რომ გითხრათ და მე ველი ჩემი კოლეგებისაგან კრიტიკას რომ ძლივს ადამიანებმა მოიხედეს ფსიქოლოგიისაკენ მოხდა რაღაცა ესე ვთქვათ დემონიზებული იყო ფსიქოლოგი გჭირდებას რო ეტყოდნენ ადამიანს ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს რომ არასრულფასოვანი ადამიანი არის და პირიქით ადამიანებმა დაიწყეს ფსიქოლოგებთან სიარული დიდი მადლობა მათ ვინც დაიწყო და მათ ვისთანაც დადიან რასაკვირველია ამიტომ ამ სენსიტიურობის არც გაძლიერება გვინდა და არც შესუსტება მაგრამ თქვათ როგორ ამოვიცნოთ რამ გამოიწვია ის რომ აი დღეს მე თქვენთან ავარ და ამ საკითხს ვსაუბრობ იმიტომ რომ ყველაფერი განიხილება მოდი ჯერ როგორ ამოვიცნოთ რამდენად შეიძლება რომ ეს იყოს ფსიქოლოგიზაცია ძალიან ხშირად დაიყვანება ყველაფერზე ვამბობთ სტრესი მაქვს ტრავმა მაქვს ეხლა უკვე ნახეთ შეხება მაქვს ასე თუ ისე ახალგაზრდა თაობასთან და უკვე ხშირად ამბობენ რომ მე მაქვს OCD მაგალითად ანუ ობსესიურ კომპულსიური აშლილობა ხო ანუ თუ რაიმე აკვიეტებული ფიქრი აქვს ან მაქვს დეპრესია ძალიან ხშირად ამბობენ რომ აი მე ერთი წლის წინანდელი გადაცემა ამომიგდო ჩემი სოციალური ქსელის მეხსიერებამ და იქ საუბრობ პოზიტიურ აზროვნებაზე იმდენად გაცდა ეს ტერმინი რომ არ იყო ნეგატიური იყავი პოზიტიური ასევე აი მაგალითად ნახეთ როგორ წერია ხოლმე რომ სახლი სულ არეული გაქვს ესე იგი შენ გაქვს მაგალითად ADHD ეგრეთ წოდებული ანუ ჰიპერაქტივობის სინდრომი ანუ სინდრომების სიმპტომების ესე ხელაღებით გამოყენება რაც არის დიაგნოსტირების საგანი უნდა გახდეს არა მე გამოსავალი რაღაცის 5 წესი სიყვარულის მაგალითად და წარმატების და ასე შემდეგ და ესეთი ზედაპირულობა თუ ამან არ მიაღწია შედეგს ადამიანში იწვევს განცდას რომ მე რატომ ამას ვერ ვაკეთებ აი მაგალითად გავრცელებული ფორმულარი რომ თუ მოინდომებ გამორიცხულია რომ არ გამოგივიდეს ის რაც შენ ძალიან გინდა და
ადამიანი ფიქრობს, რომ ან მე ესე იგი არ მოვინდომე სათანადოდ და მე ვარ ზარმაცი მაგალითად, ხო? ან მოვინდომე და არ გამომივიდა, ესე იგი ზედმეტად არასრულფასოვანი ვარ. მოკლედ, სადაც შეგხვდებათ ესეთი მარტივი ფორმულები. ფსიქოლოგია ინსტრუმენტია, მაგრამ კარგი ინსტრუმენტი არის ესე იგი პროფესიონალის ხელში. და საერთოდ როგორ ამოვიცნოთ ეს ინფორმაცია, მოდი გამოსავლებისკენაც წავიდეთ ნელ-ნელა. პირველ რიგში შემჩნევა უნდა შეგვეძლოს ამ ინფორმაციის, იმიტომ რომ მარტივ გადაწყვეტებს როცა გთავაზობენ, უცბად რა მოხდა, აი ასე უნდა გააკეთო, მაგალითად ადექი და გაიღიმე მაგალითად, ან თავი ხელში აიყვანე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის სანდო ინფორმაცია, ეს პირველ რიგში. ასევე ძალიან ხშირად არის ხოლმე რაღაც ღირებულებითი საკითხების ფსიქოლოგიურ მექანიზმად გამოყენება. მაგალითად, აი ზუსტად 1 წლის წინანდელ გადაცემაში მოვუსმინე ჩემს თავს და მინდა რომ კიდე ერთხელ გავუსვა ამას ხაზი, რომ აი ნახეთ, გამოიმუშავე მადლიერება და კარგად იქნებია. ესე იგი, ესეთი უტილიტარული დამოკიდებულება, რომ ამას რომ მიზამ სამყარო მაგალითად შენ დაგიბრუნებს, შენ რო კარგად იფიქრებ, მე სამყაროც ასევე ბუმერანგის კანონი აქვს, ეს ხო გავრცელებული ფრაზებია, ყოველ მეორე სიტუაციაში შეხვდებათ. და მე რომ არ დამიბრუნოს, იქნებ მე მინდა რომ გავცე, ესე ვთქვათ, სიკეთე, ან მინდა რომ ან პრობლემა მაქვს მაგალითად, არ შეიძლება ამაზე ვიფიქრო. ხანდახან არის ხოლმე რომ რასაკვირველია, ჩვენ რო გავიღიმებ და ჩვენ თვითონ ვეცდებით რომ კარგი ხასიათი და კარგი განწყობა შევიქმნა, გამოგვიკეთდება ბუნება განწყობილება, მაგრამ მე მახსენდება სულ ქართული ფილმი თქვენ დამეხმარებით თუ ქშია იცეკვე რო ეუბნებიან, ხო? აი ძალიან ხშირად მახსენდება, იმიტომ რომ ადამიანს პრობლემა რომ აქვს, ამ პრობლემას მის განხილვა არის საჭირო და არა განსვლა პრობლემიდან და ძალიან ხშირად ჩვენ ხვდებით იმას, რომ როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს, გეუბნებიან გაიცინე ან რაღაც ესეთი გააკეთე. ანალიზების შედეგად შეიძლება სულ სხვა საძირკველამდე ჩავიდეთ, ხო და მიზეზამდე აბსოლუტურად. ფაქტიურად იცით, გადაუწყვეტელი პრობლემა გრჩება და არსად არ მიდის. დიახ, ქალბატონ ლელა, თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ დღეს და ხაზი გაუსვით, რომ ბოლო პერიოდში ხშირია საუბარი ამ თემაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სხვადასხვა გადაცემებში, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით და უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს და ცდილობენ თავის შეიცნოს სად არის. თუმცა ესეც შეიძლება იყოს ტენდენცია, რომ ხანდახან არ საჭიროებდეს ადამიანი და არ იყოს ესეთი აქცენტი გაკეთება ფსიქოლოგზე, მაგრამ აი თითქოს აუცილებლად, თითქოს საჭირო, თითქოს სხვა მივიდა და მე ვჭირდება, ან აუცილებლად ვჭირდება. თქვენ ხო არ ხედავთ, რომ ესეც პრობლემად იქცა. გარკვეულწილად თქვენ უკვე აღნიშნეთ წინა პასუხში ესეც და ასევე თქვით, რომ შეიძლება ჩემი ბევრი კოლეგა გამოკრიტიკოსო, მაგრამ ხო არ არის ამის ტენდენციას, რომ რაღაცა ხო არის ხომ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში დროები, რომ რაღაცა აი მოდური ხდება ჟარგონზე ვიტყვი და მინდა თუ არა მეც უნდა გავაკეთო, აუყვე, წავიდე. კი, არის ტრენდული არის, რომ ეს ყველაფერი დღეს ძალიან არის, ესე ვთქვათ, დანაწილებული შრომა და თერაპევტებს შორისაც კი, ექიმებს შორის მაგალითად არის, რომ ტრავმატოლოგის სახეობებია და აი ძალიან არის და აი მთლიანობაში პიროვნება გამორჩებათ ხოლმე მხედველობიდან და თითქოს რაღაც პატარა პრობლემაზე ორიენტირებად. არის ტრენდები, რა თქმა უნდა, რომ აქ უნდა მიხვიდე ფსიქოლოგთან და ამაში ცუდია, მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი პროფესიონალების, იმიტომ რომ მათ იციან და ტყუილად ეხლა არავის არაფერს არ გააკეთებინებენ, რასაკვირველია, მაგრამ აი მოდი კიდე ერთხელ ამოცნობაზე ვილაპარაკებ, თუ ინფორმაციამ თქვენ შეგაშფოთათ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორად მოწოდებული. აი პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაგაფიქროთ და უნდა დაფიქრდეთ საკუთარ მდგომარეობაზე, რასაკვირველია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიმართული გამოსწორებისაკენ აუცილებლად. თუ რაღაცა მაგაფორი აქაც და არის ხოლმე კიდე ძალიან ზოგადი ტექსტები. მაგალითად ამას წინათ შემხვდა რამდენჯერმე რომ აი მე თქვენ რომ გითხრათ ახლა მაგალითად რომ თქვენ თუ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველა სათანადოდ არაფასებს, აი ვინ არ მიიღებს ამას თავის თავზე, ხო? ანუ არის ესეთი ტექსტები, რომლებიც გაგზნობინებს, რომ ეს ჩემზეა და არაფერს ვამბობ, აი ხლა დღეს უკვე არის კიბერქონდრია ესეთი ტერმინი შემოვიდა, ანუ როგორც დიაგნოზებს გადაამოწმებენ ხოლმე ხელოვნური ინტელექტთან ან ChatGPT-ში, ისე ხდება გადამოწმება. ჩემი რჩევა არის პირდაპირ, რომ მიბრძანდეთ პროფესიონალთან და თუ რაიმე დაგაფიქრათ, აუცილებლად
აუცილებლად მასთან ერთად გაიარეთ, იმიტომ რომ კონტექსტის გათვალისწინება, ინდივიდუალურობის გათვალისწინება არის აუცილებელი. ასევე ყველაზე გავრცელებული ტერმინები მაგალითად რომ ადამიანი არის ნარცისი მაგალითად ძალიან ხშირად ამბობენ, ან არის სოციოპათი, ანუ რაღაც ისეთი ტერმინების გამოყენება, რომელიც არ შეიძლება ადამიანის მიმართ შესაძლებელი, ან არის ესეთი მოწოდებები, რომ სადაც შენ არ გაფასებენ, შენ იქიდან უნდა წახვიდე. ან მაგალითად ბავშვს არ უნდა მიადგეს ფსიქოლოგიური ტრავმა, შენიშვნა არ უნდა მისცე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბავშვობის ტრავმა არის და ყველაფერი მშობლების ბრალია. მოკლედ ასეთი განზოგადებები ან კაცი ასეთია, ქალი ასეთია და ასე შემდეგ, როცა ინფორმაცია ძალიან ზოგადია, უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ინფორმაცია არ არის მაინცსა და მაინც სანდო და დღეს ნახეთ როგორი სიტუაცია არის სოციალურ ქსელებში, არის აპლიკაციები, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ისეთი აღწერილობაა, რომ მე არ მეგულება, რა ვიცი, 99% ადამიანი ამას მიიღებს საკუთარ თავზე. ძალიან ხშირია, რომ აი პროკრასტინაცია არის, ეს არ არის სიზარმაცე, მაგალითად თუ სახლი დაულაგებელი გაქვს, ეს არის ესე იგი ADHD, ანუ ჰიპერაქტივობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ასე შემდეგ და თუ გინდა გაიგოთ, აი უკვე შეხვედი როლში, ჩემზეა ეს ყველაფერი. თუ გინდა ამისგან როგორ გათავისუფლდე, გაიგო, მაშინ გადმოიწერე აპლიკაცია, ხო? ანუ აი ესეთი манипуляციებზე წამოგების საშუალება რომ გამოვრიცხოთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის წიგნიერება, კიბერწიგნიერების და სოციალურ ქსელებთან ურთიერთობის წიგნიერების დონის ამაღლებას დასრულებს. არ ვიცი ახლა რამდენად შეგვეხება ეს, მაგრამ სკოლებში ხშირად არის ხოლმე ესეთი საგნები, ესეთი დისციპლინები და ეს არის მნიშვნელოვანი და ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, გახლავთ ის, რომ სასურველია, რომ პროფესიონალებმა აკადემიური წრიდან შექმნან პორტალები, შექმნან 1000 საშუალება არსებობს, სადაც იქნება ტერმინების განმარტება. ჩვენ ნუ მოვერიდებით, რომ მაინდა-მაინც ენის მოჩლეკით ვესაუბროთ, საზოგადოება ძალიან ინფორმირებული არის. და ჩვენ შეგვიძლია მართლა სიღრმეებში ტერმინების ჩავახედოთ პროფესიონალური თვალსაზრისით და აი იცით რა ხდება, აკადემიური წრეები ემიჯნებიან პოპ ფსიქოლოგიას ძალიან ხშირად და რაღაცნაირად ესეთი აროგანტული დამოკიდებულებაა, რომ ეს ისეთი სფერო არის, რომ ჩვენ ეს არ გვეხება. მე პირადად ერთ-ერთ გამოსავლად მიმაჩნია, ჩვენ ყავს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, ყველას გაგვახსენდება, ვიზეც ვფიქრობთ, რომ არის უმაღლესი დონის პროფესიონალი და თან ადამიანებს გასაგებ ენაზე ელაპარაკება პრობლემების შესახებ. რამდენიმე ადამიანი არის, ბევრი არა და ან პირიქით ისეთი ტერმინოლოგიით არის ლაპარაკი, რომელიც მე მაგალითად არ წამიკითხავს, დიდი ხნის ფსიქოლოგი ვარ, საუნივერსიტეტო განათლება მაქვს, რაღაც სამეცნიერო ხარისხიც მაქვს, ასე თუ ისე და არც ერთი ფსიქოლოგიის წიგნში არ წამიკითხავს და საიდან მოიფიქრე მე ხოლმე რომ როგორ გახდე ბედნიერი, მე გასწავლი 2 საათში, აი სულ მე თვითონ მიჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ რატომ ვერ ვისწავლე ამდენი ხნის განმავლობაში, ხო აი სად წერია ვფიქრობ, ვეძებ აი ამ ინფორმაციას და უკვე დღეს ბევრი საშუალება არის რომ გადაამოწმოთ ეს ინფორმაციები, თუმცა კი ამბობენ ხოლმე რომ ჩვენ ყველაფრის გადამოწმება რომ დავიწყოთ მართლა ტვინების მთები არ გვეყოფა და რაღაც ანუ ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს, მაგრამ თუ რაღაც ხო ანუ არ დაიწყოთ ხოლ არ გაჩერდეთ შეფასებაზე. კი ბატონო, კარგია დიაგნოსტიკა, მაგრამ მიმართული იყავით იქეთკენ რომ ჯერ ერთი გადაამოწმოთ და მეორე როგორ გამოიყენოთ ეს თქვენი განვითარებისათვის. რატომ ფიქრობთ რომ შეიძლება საჭირო იყოს დეფსიქოლოგიზაცია მაშინ როცა საზოგადოება სულ უფრო ლაპარაკობს ამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? ხო, აი შევაჯამოთ, მოდით რა, იმის გამო რომ შეუძლებელია ყველაფერი იყოს ფსიქოლოგიის ბრალი და ადამიანის, ესე ვთქვათ, ბრალია რა. და ჩვენ კარგავთ მთლიან კონტექსტს და მხოლოდ რაღაცნაირად ფრაგმენტულად, ეხლა თქვენ რო ჭუჭურტანიდან შემოგახედოთ აი ამ ოთახში, ან რაღაც ხო ვერ მიხვდებით ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ არა. ამიტომ სასურველი არის რომ აი ზოგადად გათვალისწინებული იყოს
თუმცა კი ბატონო, ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობა და ამაზე უნდა ილაპარაკოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა და როგორ ამოვიცნოთ სპეციალისტი, მოდით კითხეთ ხელოვნურ ინტელექტს და გუგლეთ და ყველაფერი წერია. რა რეგალიები უნდა გქონდეს ადამიანს, რამდენი 10 წლის სტაჟი მაქვს ადამიანებთან მუშაობის, არ არის ინფორმაცია. თავდაპირველად ბოლოს კი მინდა დაგისვათ, უნდა შევაჯამოთ ორ კითხვას გავერთიებთ და ერთ კითხვას ერთ პასუხად თუ შეიძლება. პირველ რიგში არ ვიცი მე შეიძლება გამოკრიტიკონ კოლეგებმა, მაგრამ ხო არ ხდება რომ ხანდახან შეიძლება თავ ფსიქოლოგები უწყობდნენ ნებსით უნებლიეთ ხელს ამ გადაჭარბებულ ფსიქოლოგიზაციას და ერთსაც ვიტყვი ამ თემებთან შეიძლება ცოტა შორს არის, მაგრამ აი ესეც გარკვეულწილად შეიძლება კავშირში იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ ახლა ვისაუბრეთ მიდის ფსიქოლოგთან და დღეები, თვეები, წლები საუბრობს ყველაფერზე. ფსიქოლოგთან თუ არ გაიხსენი, აზრი კარგება. თუმცა ხდება მომენტი, როცა მორწმუნეებზე ვლაპარაკობ, ახლა ათეისტი არ ვლაპარაკობ და მისი უფლებაა, რომ აქვს სურვილი მივიდეს აღსარებაზე. ვერ მიდის ერიდემაღულის, ანუ ის რაც შეიძლება თქვენები პირდად თქვენ მოგიყვეს გულწრფელად მისი ნაკლოვანება, იგივეს ვერ უყვება მოძღვარს რომ აღსარება ჩააბაროს და ჩვენ ვიცით რომ არც ეკლესია არ უარყოფს ფსიქოლოგს და არც ფსიქოლოგები, აი რა ხდება, აი ფსიქოლოგებს როგორ იხსნება ეს? პირველი კითხვა შემახსენეთ რა იყო? ფსიქოლოგები შეიძლება ხომ არ უწყობენ? ხო, იცით რა შესაქმე, ჩვენ რასაც შეიძლება ზოგი უწყობს, ზოგი არ უწყობს, მაგასაც ნუ განვაზოგადებთ, რომ ჩვენ იგივე პროცესი არ დავიწყოთ ახლა, რასაც ვლაპარაკობთ, მაგრამ საერთოდ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ 21 საუკუნეზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანები თვითონ უნდა გავაძლიეროთ, აი ამ სიტუაციაში როგორ იარსებობთ. ასე რომ ჩვენ ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე უნდა ავიღოთ პასუხისგებლობა და ვერ უნდა მოახერხოს სხვა და ჩვენ არა გვაქვს იმის ბერკეტი მე და თქვენ რომ მე ფსიქოლოგები თქვათ რაღაცნაირად შევცვალო და უწესრიგად მოიქეცით უთხრათ მით უმეტეს რომ იმდენი მიმდინარეობა გაჩნდა მე ჩემმა ძალიან საპატივცემულო კოლეგამ ჩემმა მასწავლებელმა მითხრა რომ ვერავინ ვერ დაარეგულირა 200-300-მდე მიმდინარეობა არის ფსიქოთერაპიის ვისაც რა უნდა იმას აკეთებს ასე რომ ჩვენ დავისწავლოთ გარჩევა ცალსახად ეხლა მეორე მე ძალიან მიჭირს რომ ამის შესახებ ჩემ თავს მიცე უფლება და რელიგია და ფსიქოლოგია დავაკავშირებ, თუმცა დიდი ხანია აქაურობის სტუმარი ვარ, დიდი ხანია ამ სფეროსთან შეხება მაქვს და ერთ-ორ სიტყვის თქმის უფლებას მივცემ ჩემ თავს. ძალიან დიდი ხანი ჩემი მოსაზრება გახლავთ ის და ჩვენი მისწრაფება იყო რომ რაღაც შეიქმნას ისეთი ჯგუფი ადამიანებს არიან ჩვენი მორწმუნე ფსიქოლოგები, ჩემთან მოსულა პირადად ადამიანი, მე არა ვარ დიდი პრაქტიკოსი, იშვიათად მაქვს პრაქტიკა, მაგრამ მოსულა იმის გამო რომ ამ სივრცეში ვუნახი ვარ და მან იცის რომ არ დავუკარგავ კავშირს მოძღვარსა და ასე იგი ფსიქოლოგიას შორის. ეს ბუნებრივი არის რომ გერიდებოდა საერთოდ მოძღვართან ზედმეტი ფამილიარულობა და ესე ვთქვათ გახსნილობაც მე წამიკითხავს წმინდა მამებთანაც და სასულიერო ლიტერატურაშიც რომ ესეც არ არის მაინდამაინც ასურველი და შეიძლება ფსიქოლოგმა თან მართლა უფრო ილაპარაკოს ამაში არ არის არაფერი გასაკვირი მაგრამ გასამიჯნი არის ის რა მიზანი აქვს ფსიქოლოგი სულის გადარჩენაზე ვერ იმუშავებს არა ხო როდეს ანუ ის ტექსტი როგორ უთხრას მოძღვარს რას მიაქციოს ყურადღება ის რომ იცოდეს ფსიქოლოგმა მას აღთქმეტყველო განათლება უნდა კონდეს დიდი მადლობა რომ ჩვენ სასულიერო აკადემიაში არსებობს ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი არ მოწონთ ჩვენ კოლეგებს მაგრამ ჩვენ ხშირად ვუხსნიდით როცა გაიხსნა ეს ფაკულტეტი რომ სწორედ აი ამ ხრივ განათლებული ადამიანები არიან რომ როცა ადამიანი არის რელიგიური და თავისი რწმენა აქვს როგორ მოიყვანოს შესაბამისობაში თავისი ფსიქოლოგი ყველაფერი არ არის მიზანში აი წეგან გითხარით რომ მადლიერება გამოიყენა იმისათვის რომ კარგად იყო ჩვენ გვიწერია წმინდა წერილში რომ ადამიანები კარგად რომ გახდნენ როცა სთხოვეს მაცხოვარს მე ამ კარგად ყოფნისთვის რა ეკნათ იმისთვის მე ისევ მაცხოვარს დაეძებდნენ იმიტომ რომ ჩვენ ეს ფსიქიკური ჯანმრთელობა ანუ რელიგიის საშუალებად გამოყენება რომ კარგად ვიყო ეს თვითონ რელიგიას უკარგავს აზრს იმიტომ რომ თვითონ სულის ცხონებისთვის არის ეს და არა იმისთვის რომ ჩვენ პირიქით ფსიქოლოგიისთვის გამოვიყენოთ. რა ვიცი, ბოდიშს ვიხდი თუ ზედმეტის უფლება მივეცით ჩემ თავს, მაგრამ ისევე როგორც არ უნდა გწვენოდეს სხვა
სპეციალისტთან მისვლა ფსიქოლოგიც ასევე, მაგრამ ფსიქოლოგები იცნობენ რელიგიებს, სხვათა შორის პასუხისმგებლიანი ფსიქოლოგები და რომელი კონფესიიდანაც არ უნდა მოვიდეს, ჯერ ერთი, როცა პირდაპირ გაწვდის ვიღაც ფორმულას არასწორია, ის ჯერ გეკითხება შენს ღირებულებებს, შენს დამოკიდებულებებს და ერთობლივად იღებთ ისეთ დასკვნას, რომელიც არ დააზიანებს ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ესეც გასათვალისწინებელია თავისთავად და ყველას თავისი აი მაგითო ვებრძვით ფსიქოლოგიზაციას, რომ აი ეს ზოგადი ფორმულები კონკრეტულ ადამიანთან უნდა მოერგოს მის პიროვნებას და მის კონკრეტულ სიტუაციას. ძალიან დიდი მადლობა. მეც გიხდით მადლობას, რომ დამითმეთ ეთერი ამ მნიშვნელოვანი საკითხის. საჭირო იყო კითხვები, თორემ მოგისმენთ სიამოვნებით მარტო თქვენ. ფსიქოლოგი ლევან ყეშელაშვილი გვესაუბრებოდა და დროზე ვსაუბრობთ და დრო ამოიწურა. თვითონ დროით დავიწყებ და დროით ამოიწურა ჩვენ დროც კი და მადლობა გადაუხადოთ ჩვენს ძვირფას მაყურებელს, რომ მათი ძვირფასი დრო ჩვენ დაგვიწვეს. დიდი მადლობა და გემშვიდობებით, ხვალამდე. მომავალ შეხვედრამდე.